ჩემი კომპლექსური დავალება მათემატიკაში. დავალების პირობაა ეს ასეთი. საბას ფერმაში ყავს ცხოველები და ფრინველები. ვიცით, რომ ცხვრების რაოდენობა 3 ტოლია. მას ასევე ყავს 2 კოჭი და 4 ქათამი. რა რაოდენობის ცხოველი და ფრინველი ყავს საბას? შევადაროთ მათი რაოდენობები ერთმანეთს. დავალების შესასრულებლად გამოვიყენე ვისწავლოთ თამაში. შევქმნი ილუსტრაცია, შევედი გარემოში, გამოვიტანე სოფლის სურათი, შევედი გამოსახულებებში, გამოვიტანე ცხოველები და ფრინველები, დავადე ხმები, დავწერე მაგალითები. რადგან საბას ყავდა 3 ცხვარი და 12 კოჭი, 3-ს მივუმატოთ 2 ტოლია 5-ის, 3-ს მივუმატოთ 5 და მივუმატოთ 4 ტოლია 12-ის. საბას სულ ყავს 12 ცხოველი და ფრინველი. 3-ს მივუმატოთ 5 ტოლია 8-ის. საბას სულ ყავს 8 ცხოველი. 5-ს გამოვაკლოთ 3 ტოლია 2-ის. 5 3-ზე 2-ით მეტია. 5 მეტია 3-ზე. გოჭების რაოდენობა მეტია ცხრების რაოდენობაზე. 4 ნაკლებია 5-ზე. ქათმების რაოდენობა ნაკლებია გოჭების რაოდენობაზე. 5 მეტია 4-ზე. გოჭების რაოდენობა მეტია ქათმების რაოდენობაზე. 8 მეტია 4-ზე. ცხოველების რაოდენობა მეტია ქათმების რაოდენობაზე. 3 ნაკლებია 5-ზე. ცხრების რაოდენობა ნაკლებია გოჭების რაოდენობაზე. რაოდენობისთვის გამოვიყენე ციფრები 3, 2, 5, 4, 12 და 8. მოქმედებებისთვის გამოვიყენე სიმბოლოები, მიმატება, გამოკლება, ტოლობა, მეტობა და ნაკლებობა. დავალებას ადვილად გავართვით თავი, შენახვა დამავიწყდა, თავიდან გაკეთება მომიწია.